თაგვები და ბირთები უნდა არბოდნენ. ეგეთ რაღაც პადვალში ჩავდივართ, ესეთი ვიყურები ღმერთო. საღამო ხანია და კიდე მირეკავენ სათხარ და გადავწყვეტეთ რომ დრამერად დაგიყვანოთ ჯგუფში. ქვეხوار გააფრიდეთ. სხვათა შორის სმენაც და რითმის გზნობაც გამომუშავებადია. ჩემდა საერთოდ შეუძლია რომ მე გამყიდოს და მაგ თანხით სახს მოუვაროს წამლები მე მესმის შენიდის. საღამოყვარული ადამიანი ახმოვანებ ბოროტ კატას. აბა მილიონი მინდა და უცებ მომდის რაღაც ფოტო თუ რაღაც ეგეთი და ცოტა ჩემი აღნაგობის ბუბულა კატა. ავტო მაიღო ბანკის ვალები და დღემდე მაგ ვალებს იხდის. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, რომელიც ქართული დროშით გასულა. ბატონო ავთანდილ, მაშინ პირობა დავდოთ რომ შენ იმაში მომეხმარები და მე მაგაში. და შემერკინეთ, მოდით. გიბრუნდები Tech Crash-ის ახალი ეპიზოდი. დღეს გვექნება ყველაზე რადიო მართვადი გადაცემა, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი არის კახა კვირიკაშვილი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ბევრი მიმართულები და ჩემი მეგობარი. კახა, პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გიხდი, რომ გვეწვიე გადაცემაში. პირიქით. მადლობა რომ მომიწვიე, იმიტომ რომ მართლა ერთ წელია ველოდები და დადგა როგორც იქნა ეს მომენტი და კაია, მე მგონი დღეს კაი საუბრები გვექნება. ძალიან ბევრი და ჩვენ ბევრი საერთო გადაკვეთა გქონდა, მათ შორის გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული შოუთი, მაგრამ სამ უშუალოდ შოუნდე მივარ. მოდი შენზე ვისაუბროთ. იმიტომ რომ შენ ექსპერტი ხარ ბევრი მიმართულების, ჩემი აზრით და მე მგონი რაღაცა ობიექტური რეალობა არის ეგ ყველაფერი. გიყვარს ზაღლები და რაღაც რომელიც იდეალურად გამოგდის ჩემი აზრით. არსიები, ეგ ჩემთვის თუცა გასაკვირიც იყო რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ხარ ხელოვანი ადამიანი, დრამერი, მსახიობი, ბევრი მიმართულება გაქვს და თან ყველაფერს ძალიან კარგად ახერხებ, იმიტომ რომ აქტიური ხარ სოციალურ ქსელში, ყოველდღე გადავნებ თვალს და საკმაოდ კარგად გამოგდის ეგ ყველაფერი და შენი მაყურებელი ვიყავი პირველ რიგში, სამ ჩვენ დავმეგობრდებოდით და იქიდან გაგიცანი და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები ვისწავლე შენი ვიდეოებიდან. გაიხარე. ხო, რა თქმა უნდა, ესე რაღაცა ესე არის ყვარვის თავისთავად მოხდა თუ რაღაც. ანუ რეალურად ესეთი რაღაცა ხდება ჩემ თავში. კიდე ძალიან ბევრი რაღაც მაინტერესებს. ანუ ძალიან ბევრი მიმართულება მინდა და მინდა რომ ჩავერთო გულით, მაგრამ ერთი ვარ, სამი ოთხი მაინც რო იყო გამარტივდებოდა, მაგრამ ხო მართლა, უბრალოდ არ ვიცი რატო ჩამოყალიბდა ესე, მაგრამ მუსიკოსების ოჯახიდან ვარ და ზედა ჩემისგან, მამა ჩემისგან და ასე შემდეგ. ეგ ამბავი იქიდან მომდევს. პლუს ჩემ ოჯახში ყოველთვის ზაღლი იყო და მაგად გარეშე ვერ იმას ვქენი და ბავშვობაში კიდე ამ რაღაცა საგორო, ხო, მანქანებზე ვოცნებობდი და ეგეც, ნამდვილი მანქანებითაც ხო დავდივარ ტრეკზე და იქაც რაღაცა, ასე ვთქვათ, ჩემებური ამბავი მაქვს და მოკლედ რა, როგორც არის. ესე იგი შენი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ნაწილები აიღე და აქცია შენ საქმეთ, რომელიც ჰობია, ხო? რაღაცა, იმიტომ რომ მე სულ ესე აღნიშნავ ხოლმე რომ საქმე რომელიც გიყვარს და მაგას ისედაც გააკეთებდი ხელფასი სულ არ იღებდა პირობითად. ეგ არის ყველაზე მაგარი საქმე. ხო, პრინციპში ეგრე გამოვიდა, ეგრე ვუდგები რა. სხვა ბიზნესში მეღადავება ხოლმე რა. ანუ რამე თუ იყიდე, ან რამე შეიძინიან რაღაცა მოკლედ სფეროში თუ იმას კენი უოჭველი მასწავლებელი ხდებიო რა, იმიტომ რომ მუსიკალური სკოლა მაქვს და დრამს ვასწავლიდი, ზაღლები მოვიყვანე და ზაღლების წვრთნას ვასწავლიდი. ეხა არსი მანქანების ამბავი კიდე, შენ კი იცი, შეიძლება მაყურებელმა არ იცოდეს, იქაც უკვე მოსწავლეები ავიყვანე და იქაც არსი მანქანების შეკეთებას, რაღაც მოდელირებას და მოკლედ მაგებსაც ვასწავლი და ხო მე მგონი მართლა ტყუილად არ მეღადავება ის კაცი, იმიტომ რომ ეგრე გამოვიდა რა. რა ყველაზე მაგარი ამბავია რომ ყოველთვის საერთიანებს სწავლებ. ამ გაზიარების ნაწილი, რაც მე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ზოგადად. ბავშვობაში, ხო უსამენ ხოლმე კითხვას, რომ რა უნდა გამოხვიდე და ზოგი პოლიციელი უნდა გამოვიდე, ზოგი პრეზიდენტი უნდა გამოვიდე. მე რომ ბავშვობაში კითხვა და მისვეს, მასწავლებელი უნდა გამოვიდე და ზუსტად ეგრე ამიხდა იმენა. ამიხდა რა, ავიხდიდე. თან ყველაზე დასაფასებელი მიმართულებებით, დასაფასებელი რა გაგებით, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მდიდარი ეგეთი ტიპის სასწავლებლებით ზოგადად. ან ეგეთი ცოტა ექსკლუზიური მიმართულებებით, ასე რომ ვთქვათ რა. და ფაქტობრივად ისეთი რაღაცებია, რომელიც ერთის მხრივ თითქოს შენ შექმენი კიდევაც, იმიტომ რომ არსის ნაწილში მე შენამდე არც არაფერი გამიგია და არც არაფერი მსმენოდა. მათ შორის სასწავლებელი დღემდე არ ვიცი, რომ შენს გარდა კიდევ ვიღაცას კონდეს ამ მომენტისათვის შეიძლება იყოს სადღაც, მაგრამ ეხა ჩემი ცოდნით და ასე ვთქვათ, ინტერნეტში რაც ხდება, კახას გარდა უბრალოდ არ მეგულება, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით.
ამის გარდა ფაქტობრივად ყოველდღიური ძალიან დიდი community შეკარი ამ სისტემაში, რაც მე მგონია ცალკე უნარებს და ცალკე ძალიან დიდ დროს მოითხოვს, იმიტომ რომ მე თვითონ community-ის ნაწილში C Georgia-ზე რომ ეხლა 55000 კაცამდე ვართ და ვიცი რა დრო მიაქვს ამ ყველაფერს. ძალიან დიდი. დრო, ენერგია, ყურადღება მე როგორ არიცი, ამ ხელა კომუნიკაციის შექმნის დროს ნახე ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაც შეიძლება ცუდი ფიდბექი ქონდეს ეს არის ვიღაცა ვისაც შემთხვევით ყურადღება ვერ მიაქციე და აი უკმაყოფილება და მე ეს ადამიანი ან ჩვეულებრივი მომენტი არა იმიტომ რომ ადამიანი ესეა შექმნილიო თუ აი რაღაცნაირად შენ ხო თქვი კახარო აი ჩვენ ეს პირობითად ხო და ამ დროს მე შემოგეხმიანე და გამმაზე რა არ მიპასუხე ხო აი ხო და მე ეგ მომენტი რაღაცნაირად და მე მოკლედ ძნელია რომ აქ ყველაფრიდან ისე გამოიყვანო რომ ანუ დაანახო რომ შენ განაგინდოდა რომ გამოგრჩა ანუ მართლა გამოგრჩა იმიტომ რომ პირობითად სხვა 50000 რაღაც საკეთებ კიდე რა და ეს ძალიან ძნელია ამ ყველაფერს მეც რაღაცა იმდენი გამოტოვებული SMS რომ კითხულობ ხოლმე მე ისეთი ზოგი თან ზოგი შეიძლება ერთი წლის წინ მოწერილი იყოს და ისე მწხვენია ხოლმე ანუ ვერც კი ვფიქრობ როგორ შეიძლება ეგ ყველაფერი აუხსნა რომ რაღაცა იმ ადამიანს ის კი არ რაღაცა ბჭყალით დაიკიდე ასე ვთქვათ და არ მიაქცია ყურადღება არამედ უბრალოდ რაღაცა მომენტში სადაც არ გინახია ეგ სიტუაცია რა ხო ერთ-ერთი გამოსასწორებელი გზა მე რა ვიპოვე მომდევნო ნაბიჯს უკეთეს ვთავაზობ რომ რამენაირად მიხვდეს რომ არა იქ ჩაფლული ვიყავი და ახლა აი ნახე რატომ არ სხვანაირად არ ვიცი ერთ-ერთი აი მიხარია სხვათა შორის შენაირ ადამიანებთან ურთიერთობა იმიტომ რომ ვიცი რომ მაგალითად შენთან კომუნიკაცია შეიძლება გამომრჩეს ჩემთან არ გეკიდება ხო და ვიცი იმიტომ რომ შენ თვითონ შენ დღეში ხარ და რა ვიცი მე მოკლედ ვინ ჩვენ დღეში მე მგონი გქონია ერთმანეთთან და რაღაცა ხო მე მგონი არა გქონია და მაინც გიკვირდა ეგ მომენტი იყო აი ჩემთანაც გიკვირდა და შენ ანუ სხვანაირად არ გამოვა რა აი ეგ მესმის იდეალურად აი მოდ დრამერობის ნაწილზეც ორი სიტყვით, იმიტომ რომ რაღაც შენი გამოცდილება. ეხლა ვიცი რომ სკოლის ნაწილი კიდე უფრო გააქტიურე, კიდე კიდე რომ მუსიკას და შენი რაღაცა უფრო შენი ყოველდღიურობის დიდი ნაწილი კიდე ამ ხელოვნების მიმართულებით მომეტად გააძლიერო. ამაზე მომიყევი ცოტა. მოკლედ ტექსტ-მენწლეს ვიყავი და რაღაც როკს, მეტალს და ცოტა ესე ხარისხიან და სერიოზულ ეს კლასიკურ როკს და უსმენდი და ნუ აი ერთი დღეც არის და მეუნებია რომ ისა რა ქვია. მოკლედ მეგობრები ზოგადად ამ მუსიკის მსმენელები იმდენ ცოტანი ვიყავით რომ ერთმანეთს ვეძებდით ხოლმე და ვიპოვე ვიღაცები, მაგრამ ესენი თურმე მსმენელები კი არ თურმე მუსიკოსები ვიპოვე რა და წამოდიო თუ ეგრე გიყვარსო და გაყურებინებთ ამ ყველაფერს მოგესმენინებთო და ნახე ლაივშიო რა თქმა უნდა სადღაცა თაგვები და ბირთხები დარბოდნენ ეგეთ რაღაც პადვალში ჩავდივართ ესეთი ვიყურები ღმერთო ეს ანდერგრაუნდი რა არ ვიცოდი რა იყო და აი იქ იყო რომ აი ისო ხორცდიო რას ვცდი მეთქი მეღადავები და ეს ჯოხი უკუღმარო დავიჭირე ნერვიულობისგან და რაღაცა და ისე აღმოჩნდა რომ იქ რო რაღაცა დავაპარტყუნე ეხა მე მაშინ ვერ მივხვდი რა მოეწონათ მაგრამ კაცო ხო პირველად ხარო დრამზე რა მეთქი პირველად კი არა ვაფშე რას ვაკეთებ ხალხო აგონიაში ვიყავი რა რო ავედი აი რაღაცა ტერმინი არის ცოტა ხანი რო გადიხარ რაღაცა ტერმინი დამოვიწყარა ქვემაქტორს აი მჭირდა რა ან გასული ვიყავი რა მოკლედ რაღაც წამიერე და საღამო ხანია და კიდე მირეკავენ სათხარ და გადავწყვიტეთ რომ დრამერად დაგიყვანოთ ჯგუფში. ხო, გააპრიდეთ. რა დრამერად ამიყვანოთ და კიკიო შენ დიდი პოტენციალი გაქვსო და ისა. და უცებ რა ხდება. ერთ დღეში უკვე რამდენიმე ბიტს გამართულად უკრავ. მეორე დღეს უკვე კომპოზიცია გვაქვს აწყობილი და მესამე დღეს უკვე წერ მე თვითონ პარტიებს წერ. და მეათე დღეს იცი რა ხდება? ოღონდ ეს ყველაფერი მაგ გახსოვს ძველი კასეტები რო იყო? კი. ეგ ყველაფერი მაგ ბანკით რო აი ჩაწერილი მაგ. აი ხარ რასაც გელაპარაკები ყველაფერი მაგ ერთხელ განახებ კიდეც, მოგასმენებ. და მეათე დღეს უკვე აი ამ კასეტას რო ვთავხომ, დღესაც ვთავხომ მართლა ის მაქვს. ხო და უკვე ორმაგი პედლით და უკვე მეტალს ვუკრავ რა მეათე დღეს და ნუ აი ესე დაიწყო ჩემი ამბავი და მე რა ვიცი სახელმწიფო ორკესტრში 8 წელი უკრავდი სასულიერო არჩეჯიბებებსაც მათ შორის როგორ კი ფესტივალის რაღაცა ადრე ყოველის ფესტივალი იყო და იქ რაღაც დიდი კონკურსი მთელი სოფლიო იყო და იქაც რაღაცა ჩემი დრამსოლოთი ესე დიდი ერთიანი დავწერე როგორც number 1 და რაღაც მოკლედ კარგი ისტორიები მაქვს ბევრი ისეთ ცნობილ ტიპებთან ერთად მომიწია და მოკლედ რა ვიცი ძალიან კარგი ისტორია და მან ყველაზე კარგი ჩემთვის მოკლედ მაგ
დრამერულ და მუსიკალურ ამბავში ჩემთვის ყველაზე კარგი არის ის, რომ აი თამამა დაამაყად ვამბობ, რომ საქართველოს მე ბევრი ახალი დრამერი შევძინე და მივამატე, იმიტომ რომ ძალიან დიდი დეფიციტი იყო ამ ყველაფრის და ვიცი რომ ჩემი კვალი დავტოვე და ზუსტად აი წეღანას ამბობდი, აი ის რომ ჩემთვის ყველაზე დიდი ამბავი არის ის, რომ რაღაცა კარგი სფერო შევმატო ჩვენ ქვეყანას. ანუ ჩემთვის აი ეგ არის ყველაზე დიდი ამბავი და ეგ მე მგონი რაღაც დონეზე მეთქვის რა. ძალიან მაგარი რაღაცა. მე დრამთან მაქვს ეგეთი ისტორია, რომ 2-3 წელს მივხვდი, რომ სამსახურში გამტვირთვა მჭირდებოდა და მეთქი რა ვქნა მეთქი რა და რაღაც ვიდეოები ხვდებოდა ხოლმე თიჩში რომ დრამის ჯოხებს იტრიალებდნენ რა და მეთქი რაღაც იქით მეგდამამუღამო თქო რა და გამოიწერე დრამის ჯოხები. მე ბარემ ჯოხებთან ერთად დრამის დასაწყმელი თუ არ გამოიწერო თქო და იქნებ სმენა მაქვს და გავტესტე თქო რა და 1-2 ჯერ ჩადე და მივაგდე მე გადახევი. მაგას ძალიან სერიოზული სმენა ჭირდება. სხვათა შორის ფსიქოლოგებისგანაც ბევრს მოისმენ, აი შენ მაყურებელსაც შეუძლია რომ დასერჩო ნახონ. ერთ-ერთი საუკეთესო თერაპია არის დრამზე თითქოს ეს დარტყმების და იმის დროს ეს უარყოფითი გამო გაქვს რა. აი იგი ადარებენ ხოლმე მაგალითად მსხალი რო კიდია და ბოქსიორები რო ხვდები. იგივე ვარიანტი ერთ დაახლოებით უბრალოდ აქ ცოტა ეს რაღაც მუსიკალური მომენტის გემატება და უფრო იმიტომ თან მრავალფეროვნება გაქვს რა იქ მუშადოს სხვა ხმა აქვს პირველ და მეორე ტონ სხვა აქვს ბასტონ სხვა თეფშებს სხვა ფეხ სხვა და რაღაც იმას გიშვება რა იხრაჭები რა კი და მოკლედ ძალიან დადებითი რაღაცა არის რა და თან დრამი არის ერთადერთი ინსტრუმენტი რომელიც რაღაც ნაწილში შემიძლია სპორტშიც კი გავიყვანო, იმიტომ რომ ამ drum battle ეს არის, აი შენ ხო რობოტების იმასაც ვიხოლმე, ჩვენთან არის drum battle, სადაც რაღაცა მონახაზი გვაქვს, პირობითად 4 თულა შენია, 4 თულა ჩემი და ვინ უფრო მაგა რაღაცას გავაკეთებ და ერთმანეთს აი ომია, ჩვეულებრივი ომია, ძალიან საინტერესო. დრამის შემოყვანეს ფილმი რო არის. ვიფლაშ ხო კი აი მან მეთქი მაგ ფილმმა დრამის სიყვარულის ამბავში ბევრი რაღაც გააკეთა მსოფლიოში მაგრამ მე ცოტათი არ მიყვარს ეგ ფილმი ხო იმიტომ ცოტა ზედის არის ძალადობრივია აი ხო ძალადობრივია და რაღაცა იმენა ძალადობა არის იმაზე მუსიკოსი მანქანა რო დაეჯახება ხელი მოტყდება რაღაცა და ეს შემოდის დავტრეული და მაინც რო უკრავს ხო რა და ხო ცოტა ფანტასტიკის მომენტებიც არის ხელებით და სისხლით არ არის ეგეთი რა ეს არა თუ აი მას გავითვალისწინებთ ეს შრამი ეხა კი პატარა არის მაგრამ ნუ გადახლეჭილი მქონდა ოღონდ არასწორი ტექნიკის გამო დასაწყისში ყველა ხელის აქნევაზე ეგ რაღაცა ხავდი ხო შურუპი თუ რაღაც იყო აუ გადახლეჭილი მქონდა იმიტომ რომ ეს მოიდაყვე ვიყავი იმის ნაცვლად რომ მაჯებით და მტევნებით და მაგრამ რა ვქნა არ მყავდა მასწავლებელი იქებ შენი მენტორობით დაუბრუნდა ისევ ცდილობას სმენა არ ვიცი რამდენად დავიბრუნდება კი არა გავიჩნდება მაგრამ სადოდ ერთი ხო სხვათა შორის სმენაც და რითმის გრძნობაც გამომუშავებადია და ის კომპლექსი რო არსებობს რომ თითქოს აი თუ არა გაგდარხეული გაქვს ესე არ არის ხო ისევ როგორც ხმა ხო როგორც ვიცი ვარჯიშები შეიძლება კი აუ მოკლედ ერთი ვიცოდე და შრომა ჯაფა და აი უკან არ დახევა ყველაფერს აი ძალიან ბევრი ნიჭიერი მოსულა ორი სიტყვა მithქვამს და 32 და 50 გაუგიათ მოსულა ტიპი და ორი სიტყვა მithქვამს და 1.5 გაუგია და საბოლოოდ აი ამ მეორეს ბევრად კაი შედეგი დაუდია იცი რატო აი სტაბილურად არ გაჩერებულა შრომით ასე რომ შრომა არის ნომერ პირველი რა და მე მაგალითად სხვანაირად არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო რა ყველაფერს თუ რამეს ვაკეთებ ყველაფერში მიწევს 10 მაგის ჩადება რომ რაღაცა და რავი, ნუ აი ეგ ფაქტის მაგრად მაბედნიერებს ეს შევძელი რომ საკუთარ თავში გადავლახე ეს იზარმაცე თუ არ ვიცი, იმიტომ რომ მეც კაი იზარმაცე ვიყავი თავის დროზე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში დღეს ვეღარ ჩერდები. დღეს ვეღარ ჩერდები, ხო, იმიტომ რომ დაღლების მიმართულებაც გაქვს. კი, ის რომელიც ჩემშას, იმიტომ რომ მე ხა ორი ძაღლის პატრონი ვარ, ჩემი დამბო და მაიდო და მაგით აღმოგაჩინა, იმიტომ რომ მე წნაზე სულ ფიქრობდი ძაღლების, მაგრამ რაღაცა ისე წავიდა მაშინ რაღაცა ეს კინოლოგიის ნაწილია ძალიან ისე იყო ხოლმე ლაითად მე როცა 10 წლის არის უკვე ჩემი და 10 წლის წინანდელ ამბავს ვიძახი მაშინ როცა მინდოდა გაცვლა რაც ცოტა ილუზიური რაღაცა 1-2 ადამიანი გიგია და რაღაც ეგეთი ამბავი იყო და ძალიან რთული იყო რა მოხვედრა და რაღაცა ისე გამოვიდა რომ ჩვენთან ჩვენი ძალებით რაღაცებს ინტერნეტიდან ვცდილობთ თუმცა მაინც არის რაღაცები მინდა რომ ყოფილიყო სხვანაირად რა მაგრამ ძალიან ისეთი შევოჯახდით და უკვე 10 წელია ახლა ერთი ოჯახი ვართ და შენც ადაპტირდი შენ ძალზე და ისინი ადაპტირდნენ ჩვენზე ხო მაგრამ ზოგადად მგონია რომ ძაღლის თვნა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იმიტომ რომ რაღაცა
უკეთეს გაგებაში ეხმარება ურთიერთობის ნაწილში. კი. ეხლა მე კი ვხედავ თვალებით რომ მიყურებს ას გზნობს უკვე 10 წელი გავიდა, მაგრამ ეს თავიდანვე რომ დალაგებული ამბავი იყო ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი და ის სხვათა შორის მაგაზე ძალიან მარტივ რაღაც კეთყვი ნახე. ზოგადად როგორც წესი, ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობა, ეხლა მე და შენ უბრალოდ ვიმშელოთ, აი რა შეიძლება იყოს? დავუშვათ, ერთი არის მოფერება, გასეირნება, ჭამა, კიდე თამაში. კაი, თამაში ხო 4. კიდე. მიდი. ჭამა, გასეირნება, მოფერება, თამაში, ხო? ხო, ესე არის. ამაში შემოიფარგლებიან ხოლმე. ეხლა მე ჩამოგითვალო მე და ჩემი ძაღლი რაებს ვაკეთებთ. აი, უნდა მუსოვიყო ერთი ცალკე პოდკასტი დაგჭირდება იმისთვის, რომ გითხრა რამდენაირი ურთიერთობა გვაქვს. მაგალითად ის რომ ჩემმა ძაღლმა იცის ბევრი ბრძანება, ინტელექტუალურად ისე განვითარდა, რომ ურთიერთობა არა კონკრეტიკაშია, არამედ ეხლა მე და შენ ხო ამ წამს ვურთიერთობთ და ემოციებს ვცვლით. აი რაღაც პოდკასტს წერთ, ხო? მე იქ რაღაცა ხდება, ცხოვრობთ რა, ხო? აი უყურე ცხოვრება ხდება და არა ძაღლთან ურთიერთობა 4 სივრცეში. აი რაღაცა ხდება რა, ამას ვერ აგიხსნი ბოლომდე. ეს უნდა ნახო. ეგ ერთი. იმიტომ რომ თვითონ აი ძაღლი ვითარდება და გიმუღამებს, უკვე რაღაცებს შევა. კი, მე იმას კი არ ვიტყვი რომ სხვაგან ეგრე არ ხდება და გაუწვრთნელ ძაღლზე. კი, რაღაც დონეზე ხდება, მაგრამ მე გეუბნები აქ უკვე ცოტა წაუადამიანებს ეს ყველაფერი. ეგ ერთი. მე დავიწყო თვითონ ბრძანებები, მაგალითად, ეს ბრძანებებიც მაგრად არ მიყვარს ეს სიტყვა, იმიტომ რომ ბრძანება არის რომ ეხა გეტყვი რომ ადე და რო ადგები, ხო? არა. აქ მაქვს საუბარი ინსტრუქციებზე, რომელიც ისე ძალიან შევაყვარე ჩემ ძაღლს, რომ მე რო ინსტრუქციას ვაძლევ, აბა ეს გენი თუ იზავ, იმან იცის რომ თუ იზავს, ამას რაღაც ძალიან მაგარი მოყვება, გაიგე და უყურე რა გამოდის ძაღლი ვალდებული არ არის რომ გიჯერებდეს. თვითონ ირჩევს, ხო? ძაღლს უნდა უნდოდეს რომ გიჯერებდეს და რომ უნდა, მე ამას მაგალითად ვიზუალიზაციას აძლევს და ეს ვიზუალიზაციები, ეს ემოციების გაცვლები და უცებ ფიჩიტები რომ ყოველი შენი მომდენო დღე რაღაცა უცნაურობები ხდება და ურთიერთობას ეძლევა არასტანდარტული კი არა, აი რაღაცნაირი მხარე და უცებ ეს 4 იქცევა, ეს საერთოდ ეს წაშალე რა. საერთოდ ცხოვრობთ. ოღონდ ცხოვრობთ ისე არა რა, კიდე გეუბნები ძაღლურად არა, ადამიანურად არა. აი მრავალფეროვანი ურთიერთობით და მრავალფეროვანი მიმართულებით და ასე შემდეგ და როდის რას გააკეთებ არ იცი და ამ ყველაფერს იწევს წვრთნას პლუს სწორი დამოკიდებულებას პლუს სწორი ურთიერთობები და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბარემ პატარა რეკლამას გავაკეთებ თუ გინდათ რომ ეს ყველაფერი თქვენ გქონდეთ მომბრძანდით კახას სკოლაში ვისაგებთ description-ში იქნება კახას ყველა არხი რაზეც ხა აქვს საუბრობთ და აუცილებლად გადადით გადახედეთ შეაფასეთ და თუ მოგეწონებათ აუცილებლად გამოიწერეთ იმიტომ რომ ჩვენთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ბარემ ჩემი არხიც გამოიწერეთ ამ პროცესშივე ხო ისე სხვათა შორის მეც მინდა თქვა რომ ამ ადამიანისთვის არხის გამოწერა ზარისღილაკის გააქტიურება და ლაიქების ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ჩვენთვის ვინც ამ საქმეს ვაკეთებთ ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად არ უნდა გამოგრჩეთ ხოლმე და ბარემ იმასაც ვიტყვი აი წეგან მუსიკაზე აღარ მithქვას Georgian Drum School ეს არის ჩემი სკოლა რომელსაც 2009 წლიდან ზუსტად ეგრე არის 2009 წლიდან ვაკეთებთ იმ ყველაფერს და შევქმნით იქაც საკმაოდ დიდი community მოკლედ ეგეთი ამბები ძაღლებში და იმაში რა მუსიკალურ ამბავში. ხო, ესე იგი მუსიკალურ ამბავში ვერ დავამთქვით, მაგრამ მქონია გადაკვეთა ძაღლების ნაწილში სკოლა არ მაქვს, მაგრამ ახლა ძალიან ძაღლმოყვარული ადამიანი ვარ და ჩემთვის რა ძაღლების გაში სულ მყავდა ძაღლები დამომდა მაილომდეც ასე ვთქვათ და ამის მერეც აუცილებლად რა, იმიტომ რომ რაღაც სხვანაირი ამბავია. ეხლა მე სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად ვარ ოჯახში ჩართული ძაღლებთან ურთიერთობის სამსახურის გამო, მაგრამ როცა მივდივარ ხოლმე მაგ ყველაფერს გრძნობ რა, ის რაღაცა მოფერება თამაში ახლა საწოთა რომ მოვადა ეს დიდი თვალებით გიყურეს ეგ მომენტები არის ხო და ცოტათი მეც ვაკლებ რამთლად ის პატრონი რაც ვიყავი არ ვარ მეც რო ვაღიარო მაგრამ მაინც ვახერხებ იმას რომ ის ურთიერთობა მქონდეს ახლა თან ჩემთვის იმიტომ რომ ეგ ჰობი ვერ დავარქმევ აი არა ჰობია სულის საჭირო სულის აზრდო ჩემთვის ძაღლი და ნუ მუსიკაც ორივე ერთად ვაფშე ასო კი ჩემთან ზედა მაგალითად ოჯახში ყველას უყვარს აბსოლუტურად. ჩემ და საერთოდ შეუძლია რომ მე გამყიდოს და
თანხით სახს მოუვაროს წამლები მე უყიდეს. მესმის შენი დის. მე მესმის შენი დის აბსოლუტურად. თავისუფლად მოკლედ ეგამბავი გვაქვს ხოლმე განხილვის ნაწილიც. მე ვსახდები მაგ ყველაფერს რა თქმა უნდა. ხო, ეხა გადავიდეთ უშუალოდ, ანუ სანამ უშუალოდ არ სიმდე მივალთ, მინდა რომ აი შენი გახმოვანების ნაწილსაც შევეხო რა. ეხა რო იყო? ხო, ეხლა ძაღლმოყვარული ადამიანი ახმოვანებ ბოროტ კატას. ხო, მე თვითონ ეგ ანიმაცია შეიძლება მინახია, მაგრამ ზოგადად ანიმაციებს და გიჯდები და აუცილებლად ვაპირებ რომ ნახო. თან ეხლა რომ ლაპარაკობდი, ის ტრეილერი მაქვს დანახე და ხმა უცებ რაღაც მომენტში დავიჭირე რა და ძალიან ნაცნობი აღმოჩნდა და რა მოხდა. რა მოხდა და აი სხვათა შორის აი ხა უნდა თქვა ეს რაღაცა იმიტომ რომ ჩემ თანამშრომლებიც სულ მაგას მეუნებიან. ანუ ცოტა ხნი ანუ რაღაც პერიოდის წინ ვამბობდი რომ მეთქე პირველად ვაღიარე ხმამაღლა რომ ძალიან დიდი ხანია ვოცნებობ გახმოვანებას. აი რავი ძალიან დიდი ხანია და ვარემ ვაღიარებ რომ მარტო რომ დარჩენილ ვარ რომ არც ჩემ მეუღლე და არც დედა არც მამა არავინ რო არ არის მარტო სარკე დამიდია რაღაცები და მიჩალიჩია ჩემპიონში რა. ეხლა რო გითხრა რომ გადავყევი მეთქი არა, მაგრამ მართლა მიჩალიჩია რა და ნუ დადგა მომენტი რომ უკვე ხმამაღლა ვაღიარე ეს ფაქტი. ეს ჩემი აღიარება და 3 დღის შემდეგ შემოდის კავია და რეკავენ რა. სხვათა შორის ჩემი მოგვარი აღმოჩნდა ეს ვინც რეკავდა რეზი კვირიკაშვილი და მეუნება რომ ისო რა ქვია ეს რაღაც გამოდისო და გახმოვანების ამბავიო და ძაღლზეო და ვა მეთქი უოჭველი ძაღლზე და ეხა ძაღლს ვახმოვანებ და უწებ მომდის რაღაც ფოტო თუ რაღაცა ეგეთი და ცოტა ჩემი აღნაგობის ბობოლა გადა. ცოტა ჩემი აღნაგობის ბოროტა ჩემთან რა შუაშია ბოროტი და თან კატა ვაი მე ვიძახი რა ხდება ეს და აი როგორც იქ აი მართლა გავიფიქრე და ამიხდა რაღაც და ძალიან ბევრი რაღაცა მე არსისთან არ მინდა იმას გადავწოდე, მაგრამ მოკლედ ეგ გავიფიქრე და ამიხდა და კიდე ძალიან ბევრი რაღაცა ეგრე ხდება, რაღაცას რო გავიფიქრებ და ხმამაღლა ვიტყვი. ეგრევე 3-4 დღის მერე ხდება ხოლმე რა და სხვათა შორის მერე კი ვისაუბრებთ, მაგრამ ეხა შენ გეტყვი რომ ეს ამბავიც გავიფიქრე და შენ ხო და ზუსტად 3 დღის მერე დამირეკე და რაზეც მერე ვილაპარაკებ. ხო და ეგრე ხდება და რამე ის მილიონი ხო არ თქვა ეხლა ხმამაღლა და იქ ჩაიფიქრე. აბა მილიონი მინდა და სამდღეში ვიღაცა რეკავს იმედია რომ და ხო ზოგადად ეგ რაღაცა ის მაგას სხვანაირად შეიძლება ეძახიან ხოლმე ფსიქოლოგები და შენ თავში რაღაცებს გადახარშავ მე ამას ხმამაღლა აღიარებ ეგ არის ერთი ყველაზე დიდი გადადგმული ნაბიჯი და მე აუცილებლად რაღაცნაირად თუ ამ მიმართულებით რაღაცა ძრებს გააგზავნებ აუც არ მგონია ორ ახსნე რომ შრომის ნაწილიც მე მგონია ყოველთვის მოგვარება შეიძლება და შრომამდე რომ მიხვიდე შენ მიზანი დაისახო მიზანი და გააჟღერო ეგ შენ თავთან პირველ რიგში ხმამაღლა რა ეგ ჩვენიც ძალიან მაგარი მოკლედ მე ეხა პირველად იქნება რომ არ პირველად არ იქნება მაგრამ ეხა ძალიან მიზეს მივცემ ჩვენს მაყურებელს რომ მაქსიმალურად იფიქრონ რომ მე ვარ გიჟი ესე იგი მე დავიჯერე ესე რაღაცა ანუ თითქოს ადამიანის შრომით და ეტაპების მერე მიდიხარ იმ დონეზე რომ რაღაცა რომელიც ძალიან გინდა და რაღაცა რომელიც ძალიან გჭირდება და რომელიც აი არ ვიცი ეს უნდა ქნა შენ ამას შეძლებ აი ეს რო გემართება ამას რო ხმამაღლა ამბობ ეხა მე ზუსტად მეცნიერულად ვერ ავხსნი მაგრამ ცოტა ისე დებილურად რო ავხსნა რა თითქოს ეს შენი აზრის და სიტყვების ველები მიდის და ვიღაც ამას ხედავს აი ესე დავიჯერე იმიტომ რომ მართლა ეგრე არის რა და წარმატებული მეგობრები მყავს ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი შევიძინეთ თუნდაც იმ კახასკოლიდან ვისაც მოყავს ძაღლები და წურთნა უნდა და რაღაცა და ეს რომ მithქვამს გაუცინია და როგორ იცი რომ ვა მიხვედი მაგამდე შენც რომ ეს ხო ეს ესეა და ხო რა ნუ აი მე ამის დავიჯერე მართლა დავიჯერე მე ამის და ნუ ფაქტია რომ ესე გამოდის ხოლმე ყოველთვის და სხვათა შორის იმ განხმოვანებაზეც კიდე ყველაზე მაგრად რა გამიხარდა ისი ასე თუ ისე როგორც პირველი მცდელობისთვის როგორც იქ ვინც მაკონტროლებდა და ვინც მაკეთებინებდა მაგ ყველაფერს საკმაოდ კარგად გამოგდისო ესე მითხრეს და ყველაზე მეტად რაც გამიხარდა მეც რომ ისა ინტერესი გამოხატე მითხრეს ეს რაღაცა რომ შემდეგი ფილმი ოღონდ უკვე დუბლირებაზეა საუბარი ეს დუბლირება არისო ხო დაგიძახებთო კიდევ ერთხელო თან ანაზღაურებად იქნება და თან ცადეო და თუ მოგეწონება ეს ყველაფერი ვითანამშრომლობთო და მაგრად გამიხარდა ეგ ამბავი და ეხა ველოდები რა რომ რაღაც ფილმზე დამიძახან და ცდი კიდევ ერთხელ და თუ რაღაცა ორივე მხრიდან იქნება მოწონება და ინტერესება და ასე შემდეგ
მე მგონი მაგ ამბავშიც მოგევლინებით ხოლმე და თან ჩემ ხმას უფრო დაგამახსოვრებთ. ძალიან მაგარი. მე მგონია რომ ალბათ რაღაც მომენტში, განსაკუთრებით საქართველოში, ადამიანი ბავშვობიდან თუ მოდის, რაღაცა ერთხელ მაინც უფიქრია მაგაზე, რომ თუნდაც გაახმოვანებდა რაღაცას რა. მე მქონია ეგ მომენტი. რა ვიცი, აჭარას და იმას რო ვეჭიქი ხოლმე, იქ რაღაცა სულ იყო ხოლმე და რაღაცა ვაკანსიები რო იდებოდა ხოლმე, მე არავის არ გამიგზავნია. მაგრამ აი რაღაცა მქონია, იმიტომ რომ ვიცოდი რა ჩემი რაღაცა საუბარი, რაღაცა მეტყველი ცოტა მხატვრული თხრობა არის საჭირო, კარგი დიქცია, კაი საუბარი, კაი მეტყველება რაღაცები და აქედან გამომდინარე არც არ მიცდია. თუმცა ამასაც ვარჯიში ჭირდება რა თქმა უნდა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორებადია და მე რაღაცა ვცდილობ რომ ყოველდღიურად მათ შორის ჩემი ჩქარ საუბარს რაღაცები მოუხერხო და რაღაც დაყოლმებებით საუბარი რაღაცები, მათ შორის შენი გამოცდილებების გავისია რომ ამ ყველაფერში და სხვა ადამიანების ვინც ასე ვთქვათ, რომ გამართულად არის ამ ყველაფერში და ნახოთ როგორ გამვითარდება ეს ნაწილი. ეხლა მოდი გადავიდეთ ყველაზე ის ნაწილში და მე ბოლოს შევკრათ მთელი ეს ამბავი. ამ ყველაფრიდან, ამ ხელოვნებიდან, გახმოვანებამ სახე აღ ბევრი რაღაცეებიდან არსიც, და ახსენე რომ ბავშვობიდან მანქანები შენი რაღაცა ჰობის გადასიყვარული ერთ-ერთი რომელიც მე უკვე საქმეთაც და საქმედ აქციე, მაგრამ როგორ დაიწყო პირველი შეხება და როდის გაჩნდა ზოგადად იდეა, რომ თუნდაც კახას სკოლაზე ან თუნდაც არსი კახაზე, ან YouTube არხებზე ასე ვთქვათ, ძაღლების მიმართულებითაც, ამ მიმართულებითაც დაგეწყო რაღაცის კეთება, ან YouTube-ის კეთება, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებებით. YouTube-ის კეთება. გეტყვი ეგ როგორ მოხდა? რა იყო იცი, კახას სკოლას ჭირდებოდა ეს ყველაფერი და დავიწყე და ვაკეთებდი, რომ მინდოდა ხალხისთვის გაზიარება, იმიტომ რომ ადრე რა, ნუ ხალხს წარმოდგენა ქონდა, რომ იმიტომ რომ ადრე ეგრე იყო რა, ეხლა ამოდი არ ვიტყვი და მარტო ჩვენ ძველ კინოლოგებს რაღაცა არ იმას ვიზავ, რა ქვია. მოკლედ სოფლიოშიც იყო ის მომენტი, რომ ასე ვთქვათ, ზედმეტი რაღაც ცემატყებით გაეწრუნა ძაღლი. და ხალხს ძალიან ბევრი მოდიოდა ისე რომ ეგრე წარმოედგინა და მაგის გამო ბევრი უარს ამობდა ხოლმე და ეს მეთქის რაღაცა მხოლოდ შეცვალოს და პირველი ვიყავი საქართველოში ვინც ძაღლების მიმართულებით აი ეს ვლოგების და რაღაცების და rilsების და ემებს ჩაწერა დაიწყო და გავავრცელე რა რომ არ არის ხალხო ეს ცემა ის და ანახე როგორ იწვრთნება ძაღლი ეს ყველაფერი და ეხლა რომ ნახე რომ ეს მომენტი გამომდიოდა და რაღაცნაირად მომინდა გასართობად რომ გამეკეთებინა კახას აი ისა კახა კვირიკაშვილის TikTok-ი მარტო მეტი არ ხო და ეს TikTok გავაკეთე და მეთქი რა ვიცი 1000 ერთხელ დავდებ რაღაცას თქო რა ერთ წელი რაღაცა ავტოტრეკზე ვარ ჩემი ზეოთხებით და დავდივარ ამ ტრეკზე და რაღაც ერთი მომენტი არის შემოვდივარ და ეს ვიდეო დავდე დიდი არაფერი ის ნახვა არ ქონდა მე დრამზე ვუკრავ რაღაც პატარა ვიდეო დავდი მან და ნუ დიდი მარტო ახლობლებმა ნახეს რაღაცა ერთიც არის და ჩემი უკვე სახელოსნო მაგ ყველაფერი და დალაგების პროცესია რა აი პროსტა აი უბრალოდ რო გადაიღებ და დავდე ეს ვიდეო არც ჰეშტეგი არაფერს ის არ ვიცი რა უნდა მივთვითო რა იმიტომ რომ არსად მე თვითონ არ ვტვირთავ მაგებში ვერ ყვევი დიდად რა და ბიჭო წაიღო რაღაც დააგროვა ნახვები მეთქი ეს რა არის კაცო გავგიჟდი რა მეთქი ხო რცადო მეორე დავდე მესამე დავდე ნახვაზე ემატება და ემატება ესეთი ვარ მეთქი მე მგონი ეს რაღაც აინტერესებს ხალხს დავიწყე მოკლედ და რილსები შევბერე რა შევბერე და ნახვები წამოიღო მე ისე მოხდა რომ YouTube კი მინდოდა მაგრამ მე დაინტერესდა ჩემით რაღაც სპონსორი და YouTube-ს ხო არ დაიწყებდიო და თუ დაიწყებო რა ჯერ საერთოდ არხი არ მქონდა YouTube საერთოდ დარეგისტრირებულიც კი არ მქონდა და ისა მოკლედ სპონსორობას გაგიწევთო რომ მანქანას ჩამოგიყვანთო გაჯ მეთქი ღმერთო რა ხდება საქართველოში ხდება ეგეთი რაღაცა და აი ესე და ესე აეწყო რა და თან ისედაც დიდი ხანია მინდოდა რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის გამეცნო და ბარემ ნუ რავი მიყვა და მე რა ვიცი მე ეხა კი ხედავ რა ხდება კარგად მიდის მოკლედ საწუნო არაფერი მოდის კი მე მაგით ეგ თან გამიკვირდა რაღაცა მე რა ვნახე იცი პირველი ვიდეო ვნახე მანქანის გაწევის მე მგონი ხო XR აი ეგ მანქანა იყო რომელიც სპონსორმა მიყიდა ჩამოვიყვანე და მეც არ მჯეროდა იმას გაწევდა უბრალოდ იმედი მქონდა მეც ცხოვრებაში პირველად ვნახე რა თან მაგ კონკრეტულ მანქანაზე ვიღაცა ცნობილი დაუშვათ უცხოელი ისინი იუთუბერები რო დებდნენ არ მინახავს ეგეთი სხვა მანქანებს კი ჩააბავდნენ ხოლმე და ის და მე ვიყავი პირველი ვინც მაგაზე ცადა
გააცია გავგიჟდი კინაღამ და მე ხო ის დამიწერეს. ეგ არ იქნება ნამდვილი და რაღაცა. დადგმულია და რაღაცა. რა დადგმული ხო არ გადაო მართლა გაათრია გავგიჟდი კინაღამ და. პროსტამ თავარია რომ სწორ ზედაპირზე ყოფილიყო, არა აღმართზე. ზედმეტ დაყოლება რო არ იყოს რა თქმა უნდა ეხლა. აღმართზე თუ ათრია და რაღაც 40 ამოათრია. პროსტა ის იმიტომ რომ სიმძიმე არ ყოფნის ორ სიმართლე გითხრა მაგას რომ ქვა დაადო ან რაღაცა. უპრობლემოდ გაათრებს. აი შეიძლება აღმართზეც აიყვანოს რა. პრინციპში აი მაგ ნაწილში რომ გადავნები თვალ ჯერ ძაღლების ვიდეოთი დავიწყე, იმიტომ რომ რადგანაც ძაღლები მიყავს, მაგად მაინტერესებდა ხოლმე კონტენტი, წვნის და ამ შემდეგ. მე უკვე არსის ნაწილშიც გაგიცანი. და მე და ჩემმა გუნდმა როცა ჩვენ ამდენიმე წელია ამ რობოტების მიმართულების სხვა ტიპის ღონისძიებას ვაკეთებ საქართველოს ჩემპიონატებს, მაგას სასკოლო და ამ შემდეგ და როცა უკვე გადავედით რაღაცა დიდ ეტაპზე, მეთქი აქ ეხლა რადგანაც ეს რაღაცა რობოტიკას და ელექტრონიკას და ამ შემდეგ ეხება ეს არსიც მოკლედ ჩვენი ნაწილი არის, ანუ ამ თემის ერთ-ერთი მთავარი შემავალი ნაწილი, იმიტომ რომ დრონებშიც ეხლა რადიომართვადი არის დრონებიც, არსიც რადიომართვადი არის და თან ძალიან ის ელექტროობა ასე ვთქვათ რაც არის თითქმის იდენტურია ახლა უბრალოდ სხვა ფრეიმზე რომ გადააწყოს ბრაშლეს რავები ესკები ხო გადამცემი მოკლედ რა თითქმის იდენტური რაღაცები კი უბრალოდ ცოტა სხვა ფუნქციები ხო ცოტა სხვა ფუნქციები და ცოტაზე მეტიც განსხვავება ძალიან ბევრი არის კიდე სიღრმეშიო ჩახვიდე რა ხო იმიტომ იქ მანქანის რაღაც მთელი ამორტიზაცია მექანიკა მთელი ამბავია და დრონს კიდე სხვანაირი ამბავი აქვს ხო და მაგას ვთქვით რომ რადგანაც რაღაცა დიდის გაკეთება გვინდა ამ დიდის ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს არსი და პირველი კონტაქტი კომუნიკაცია მქონდა შენთან ხო და შენ რაღაც მანიფესტაციის თემაზე ფიქრობდი ეს 3 დღით ადრეო და რაღაცა ეგ მოყევი შენი მხარე როგორი იყო მე რომ შემოგეხმიანე და მე ჩემს მხარესაც მოვყვები ის ხო ეგ რთული იყო 3 დღეში თუ რაღაცა ანუ რეალურად უყურე ეგ მანიფესტაციის ამბავი კიდე ეხლანდელზე უფრო იყო ეგ ცოტა ის არის თორე მე მაგას მოვყვები ცოტა სხვანაირად მე მახსოვს ძალიან პატარა დრო რო იყო დარჩენილი და ერთი თვე იყო ჯამში მთლიანი ყველაფერს ორგანიზებისთვის ერთი თვე ეხა რა არის ჩვენთან პრობლემა რა არის აი წელს სხვანაირად არის კიდე ანუ მომენტია როდესაც ხალხს მაგალითად რო დადგე და დაპოსტო ესეთი რაღაცა რომ გვაქვს შეჯიბრი, გვაქვს აპრიზო ფონდი, ყველა მოკლედ. არამედ არ გეხმიანება სამი კაცის გარდა. წარმოიდგინე. აი ხა არ ვიცი, ალბათ არც იცის ხალხმა. სათითაო ადამიანს, ანუ მონდაწილე რამდენი ყავდა? ბევრი იყო 40-მდე მე მგონი, მეტი მე მგონი. არა, მე მგონი 57 მონაწილე იყო და მე საკვალიფიკაციოზე 32-ზე უკვე საკვალიფიკაციოს მერე. ხო, 47 კაცი იყო მონაწილე და 32 კვალიფიკაცია, ანუ ის დარჩნენ რომ მე უკვე გადანაწილე. მე უკვე ორში შეჯიბრი რა იყო. კი. ესე იგი, ამ 47 კი არა. სინამდვილეში 65 კაცს აი ესე დავჯექი დილას და 65 კაცს წერდი პირადად. ფაქტიურად აი ცოტა მიტყდება რაღაც კუთხით ფაქტიურად ხვეწნასავით გამომდიოდა რომ ვთხოვდი ყველას რომ მიეღოთ მონაწილეობა რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო ანუ კი აი ესე მომიწია რა რომ მე ანუ რაღაცა ხვეწნით რომ იქნებ რომ გვერდში დამიდგეთ ზოგიერთ ადამიანს რომ მივწერე აი მაგალითად ეხლა რომ მინდა ვთქვა ეს ირაკლი ერთ-ერთი რომელსაც ბათუმში რომ მივწერე და არაფერი აღარ ამიხსნაო რა მაგას პროსტა გვერდში დადგომა აქეთ ამიხსნა რომ აი შენ ამ ხელა ინიციატივას უბრალოდ გვერდში დადგომა უნდა და მორჩაო ბათუმიდან მოვდივარო და კაცი ჩამოვიდა და გააკეთა და აი მეთქი მადლობა და ძალიან მადლიერი ვარ და აი ესე მახსოვს ზოგიერთმა ადამიანმა ну აი ესე ზოგი და მოკლედ ეხა ამას რატო უყვები რომ წვალებით და წამებით მომიწია აი მერე კი შენ კარგად გახსოვს ჩემ ზურგზე რამ გადაიარა კი აი მოყვები მაგ ყველაფერს ხო ნუ ეგ მართლა შენ იმიტომ რომ შენი თვალი დანახული უფრო მაინტერესებს იმიტომ რომ მე თვითონ დაჟე მახსოვს სუვდებდი იმებს რა ქვია რილსებს და რაღაცებს ვდებდი რაღაცა დილის 4 საათზე რო სახში მივდივარ და აი ესეთი რო ვარ და სახეს ვეღარ ვასწორებ და ეგ კი არა დაჟე ჩემ მეუღლე გამოვიდა ფიზიკურად მეხმარ ანუ ისე რო იყო რომ უკვე ხო იღლებოდა ხალხი და ეს დამხმარე ტიპები თან თითოეულ კაცს თუ მეხმარებოდა ან ერთი ან არ მეხმარებოდა ან 2-3 კაცი აი ხან როგორ და აი დაჟე მერე ფიზიკურად ამ ძიმე რაღაცებს ის მაწევინებდა რომ ოღონდ ეგ ყველაფერი გამოსულიყო ძალიან მართლა ძალიან დიდი შრომის შადება მომიწია და ცუდი ფაქტი ჩემიდან ის იყო რომ
იმიტომ რომ მართლა ყველაფერი იყო აი დროში ხო რომ იქ რო კარგი რეკლამა გამეკეთებინა და აი მოკლედ ისე შემეფუთა მე როგორც მინდოდა ეხა შემეფუთა ფიზიკური საქმე გამეკეთებინა მანქ ორგანიზება რაღაცეების და შენ წარმოვიდი ყველაზე საშინელი ანუ ერთი მანქანის გაკეთებას აი კარგი სერვისი რო გაუკეთო დაახლოებით ჭირდება ნუ 6 საათი ოღონდ აი ჩემებური სერვისი მე რომ მომწონს ისე ხო მაგას ხო ვერ ვიზამდი ფიზიკურად მაგრამ ნუ ამდენ მანქანაზე ხო ნუ 3 საათი ხო მაინც მინდა წარმოიდგინე 5 დღეში 18 მანქანის სერვისი პლუს 1-3 მანქანის ნულიდან აწყობა და კიდე ლაით სერვისები აუ პლუს რობოტების თემაშიც იყავი შენ მან აწყობის რობოტებშიც ხო იმიტომ რომ შენს რო დაწერე რომ ხალხ ეხა მანდაც უნდა მივხმარებოდი იმიტომ რომ ხალხს ისა მოტორები არ ქონდათ ესები არ ქონდათ მე ბიჭები მოდიოდნენ და აი რაღაცა იმიტომ რომ ხა მექანიკაში ხო კარგად ვერ ყვევი და აი მექანიკურად სწორი რა არის ზოგს შედუღება მithქვამს შედუღებას რო კარგად ვიცი ხო და შედუღებაზე კიდე ცალკე მოდიოდნენ რომ აი შეგვიდუღე აი ყველაფერს გებიცები რა ხდებოდა აი ესე იყო თავი მქონდა გაწელელი და მაინც მე ვფიქრობ მაგ ყველაფრის ფონზე რავი მაინც კარგად იმას ქნა რა კარგად კი ძალიან მაგარი გამოვიდა ნუ ის შოუ მე ძალიან მაგარს ვიძახი კიდევ აი არ ვაზვიადებ კი არა ნაკლებს ვცდილობ რომ ნაკლები თქვა რა იმიტომ რომ საქართველოსთვის პირველად ერთ თვეში ხო ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი იყო ერთ თვეში უფასოდ მოდი ესე ვთქვა რა ერთ თვეში უფასოდ ეგ საერთოდ ცალკე უფასოდ რატო ახლა მაყურებელსაც რო აუხსნათ ანუ ძალიან ცუდი პერიოდში მოგვიწია მოგეთ მაგის გაკეთება რომ სპონსორები დიდად ალბათ არ დაინტერესდნენ ასე ვთქვათ იმ რესურსისთვის იმ რესურსის ჩადებისთვის რაც შეიძლება რომ და ვინც დაინტერესდა კიდე უკვე გაწერილი ქონდა ხარჯები ეგეც იყო რა ხო აი ცუდი პერიოდი ეგ აღნიშნა რომ უკვე რაღაცა ივლისი არის წელიწადი ამ დიდი კომპანიები ყოველ შემთხვევაში ცდილობენ რომ ბიუჯეტი დეკემბერში ან იანვარში გაწერონ ჩვენ რაღაცა ივლისში გავაკეთე და ივნისში დავიწყეთ ორგანიზება ანუ ერთი თვის ადრე და ეგ ნაწილები იყო ხელი შემშლელი ამ ყველაფერთან მიმართებაში ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიებს და იმ ადამიანებს განსაკუთრებით ვინც ხარში დაგვიდგნენ ძალიან მნიშვნელოვანი იყო უბრალოდ ის თანხები რაც რეალურად ავიღეთ მაგაზე დაახლოებით 15 ჯერ მინიმუმ მეტი გვჭირდებოდა რომ რაღაცეები უფრო კარგად გამოსულიყო და მოგვიწია საბოლოო ჯამში ჩვენ გუნდს კახას და კიდე ძალიან ბევრი კარგ ადამიანს ვინც ხარში დაგვიდგა აი უსაზღვროდ ვაფასებ მაგას ჩაგიშვა ხალხდა ესე იგი მეგობრებო ოღონდ ეს ყველაფერი გამოსულიყო ავტომა იყო ბანკის ვალები და დღემდე მაგ ვალებს იხდის ოღონდ ეს გამოსულიყო იმიტომ რომ აი ამ ყველაფერს ქვია ენთუზიაზმი და ამ ყველაფერს ქვია სურვილი და მიზნისკენ სწრაფვა და აი ბევრჯერ მithქვამს პირადად მაგრამ აი ხლა მინდა ყველას თანდასწრებით კიდევ ერთხელ რესპექტს მაო იმიტომ რომ აი ძალიან მაგარია რომ ესე უდგები ამ ყველაფერს და უეჭველი გამოგივა ყველაფერი დარწმუნ კი არა და გამოგივა რა ეს რა არის ხოლობიჩი ლაპარაკი აი გამოგივაზე უნდა გადავიდე ხო და ვიდი გააგრძელე ხო ძალიან მოგეც ის იყო სიზმარი მეგონა იმიტომ რომ მეც და ჩვენ ყველას ფაქტობრივად 4 საათზე მივდიოდი ამბავი იყო სულ ყოველ დღე და ისე გვეძინებოდა ყველას ფესტივალის დღეს ვიყავი გაბრუებული იმიტომ რომ მეთქი უბრალოდ ეხა დამაძინეთ რა რაღაცა იმ მომენტში ყველაზე მეტად ექშენი როლა მქონოდა და საბოლოო ჯამში ეგ დღე მაგ დღემ ჩაიარა საერთოდ გაუცებული ვიყავი რომ მოვედი მე დილის 9 საათზე მურჩით რინგის აწყობას მეთქი წავედი გადავილებ რაღაცა დავბრუნდებით ხო რა და 11-ზე ვიხსნებოდით რა წავედი სახში და უკან ბრუნდებოდი მეთქი ხალხი რო არ მოვიდეს ეხლა რამდენი ვიწვალეთ რა რაღაც ეგ იცი მან ხომ მაინც დაგვიფასდა შეგიტა მოვედი და ხალხით იყო სავსე და მე ცრემლები მომდის მეთქი დაუჯექი იქ და მეთქი აუ ხადდაო ეს არ მჯეროდა ეგ ამბავი ჯამში სადღაც ჯამში 7000-ზე მეტი იყო იმიტომ რომ ჩვენ მქონდა შტამპები რა ამ შტამპს მქონდა ლიმიტი რაღაც რამდენი შტამპი თან თვლიდით მაგ ამბავს და ორი ადამიანი იყო ვინც სხვანაირად გვინდოდა ისინი გვინდოდა რაღაცა სამაჯურები ბეიჯები რაღაცა მაგას ცალკე ხარჯი ჭირდება რომლისთვის რესურსი აღარ დაგვრჩა რა რეალურად რა და ეს შტამპები ავიღეთ და დაახლოებით 7000-მდე შტამპი ჩავარტყით ჩვენ 5-ის ნახევრის პერიოდისთვის და ღონისძიება დავამთავრეთ 10-ზე ანუ ეს ხალხი ისაც მეც შეიძლება უფრო ნაკლები ვიდრე მანამდე მოდიოდა მაგრამ რაღაცა 7000 პლუს ყველა ვარიანტში იყო რა ეგ იმიტომ რომ ერთი დღის განმავლობაში იყო 11-ზე დავიწყეთ და ხამის 10-ზე დავამთავრეთ იყო ერთი რო იქ რაღაცა გასართობი ძალიან ბევრი რაღაცა კომპანიების გამოფენა
იყო სივრცეები, არსი სივრცე იყო, რა ქვია, სუმოების სივრცე იყო. მაგის ვიდეო როდის დაიდება? აი ამ ვიდეოს სამდაუდებ უეჭველი, ეხლა უკვე დადებული იქნება, მაგას შევეცდები რომ გავლინკო description-ში, გადადით, ნახეთ, შეაფასეთ, მოიწონეთ, თუ შეგვიყვარეთ და გამოიწერეთ და საუბარს გავაგრძელებთ, რას აკეთებთ? ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და უსაყვარლესია. ვიდეოს არ უმასო, მაგის ვიდეო რო იჭდება ეგრევე უყურებელს. კი, მეც როგორი მარტივია ადამიანი შეიყვარო, რაღაც ერთი ფრაზით შეიძლება და რაღაცა ძალიან ვაფასებ რა, მე მაგაზეს. ხო, ეს მოკლედ შარშანდელი ამბავი, რომელიც საკმაოდ კაი გამოცდილება დაგვიტოვა. კი. გამოცდილებასთან ერთად 10 წლიანი ვალი, მაგრამ მე მგონია რომ მაგას გადავაგორებთ რაღაცაიად, ქართველები ეგეთი ადამიანები ვართ, კახამაც აღნიშნა ახლა რომ ხარში დგომა ვიცით ამ ყველაფრის და იქ დახმარების ნაწილი რომ ჩაერთვნენ ის ადამიანები, გუნდები, მონაწილეები, ხო, ეგ არის უნიშნულოვანესი ამბავი, იმიტომ რომ მაშინ ის სტრემლებიც მაგის გამო იყო, რომ ამდენმა ადამიანმა აი ესე უანგაროდ ძალიან ბევრი რაღაცა გავაკეთეთ რა. იმიტომ რომ ღონისძიება ძალიან უფასო იყო, მონაწილეობა უფასო იყო, დასწრება უფასო იყო, ყველანაირად უფასო იყო, ასე ვთქვათ, ჩვენი მიზანი იყო რა საქართველოში ეს მიმართულება დაიძრას, განვითარდეს, ხალხმა დაინახოს, რომ აგერ რაღაცეები შეიძლება განსხვავებულად კეთდებოდეს და უფრო საინტერესოდ და აი ამის გაგრძელება არის უკვე წელევანდელი ღონისძიებები, რომელსაც უკვე უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი დროის რესურსით უკვე გეგმავთ. აი ხა შემოვიდა სამდღიანი ის რა ქვია, ვანგობა ისე და დადგა დღე, როდესაც მე გავიფიქრე ეს თი რაღაც. ამდენი ხანი ამ ყველაფერს ვაკეთებ და ისე ევროპისკენ ხო არ ამეღო გეზი, როგორც პილოტის მრბოლელის ამპლუაში გადის 3 დღე და ბატონი ავთანდილი მირეკავს. ისევ აი აქ მოხდა. ეს ამბავი და უცებ ეს ისევ იმაშვება რა და ოღონდ თან რა არის გარდა ის წეღარაც გითხარი და ამისა კიდე იყო. სხვა ამბებიც კიდე იყო ზუსტად იგივე 3 დღიანის ამბავში. მაგრამ ნუ ეს შემთხვევით ძალიან ემოციური, იმიტომ რომ ხა მე თუ გახმოვანებაზე რაღაც შინაგანი რაღაცები, ეხლა შინაგანი კი არა, ცოტა მეტიც, მაგრამ ეხლა ეს პანიკურ სურვილზეა საუბარი აქ რა და უკვე მანქანები მყავს, ნაყი პროკლასის მანქანები, საქართველოს ისტორიაში პირველად შემოვიდა და სახელოსნოში მყავს და აი რო უყურებ და მე და შენოდეს მე დაგება დღე რომ ჩვენი გავალ და მართალია ბოლო ადგილზე გავარ ჯერჯერობით, მაგრამ მაგას ხო შეიძლება არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აუცილებელია ერთხელ მოხდეს რომ ეს გამოცდილებები ძალიან კი, იმიტომ რომ ანუ შეიძლება ხალხმა არ იცის, მაგრამ მინდა უთხრა შენ მაყურებელს, რომ იქ გამოდის ევროპაზე და სოფლიოზე და იმაზე ხალხი გამოდის, რომელთანაც კულტურა არის უკვე წლებია, საუკუნეა. მე ვნახულობ 80-იანი წლების ვიდეოებს, უკვე რო ტრეკები აქვთ, ოღონდ იცი როგორი ტრეკები? აი დღევანდელი სტანდარტის თანასწორი და თურმე წარმოიდგინე ეს მრბოლელები მინიმუმ დღეში 6 საათს მეცადინეობენ. მინიმუმ და ყოველ დღეს არ უმაზავთო დასვენება მაგ რა კომუნიკაცია. ერთ დღეს არ უმაზავთო რა. აი გვაქვს ეს ლიპოლისენი რა ბატარეები. ანუ ტენითო დაახლოებით თითო გვიქაჩავს მაგალითად 9 საათს და წარმოიდგინე რა 6 საათს რო გაუკაჩონ აი მაგდენ ლიპოს ტენიან ამ დროს აღარ ინიშნავენ და მიდიან და ყოველ დღე აი მას აკეთებენ. წარმოიდგინე და ეხა მე ჯერჯერობით ვარ რა როლში იცი? აი ეს ვიდეოები ხო ქუთაისში კი არა სად იყო? ბავშვებს ცურვას ვასწავლიან. წყალსაც ჩავგიცხავთ. ქუთაისი იყო კი. ხო და ეს ხელებს ესე რო შვებიან პარალონებზე თუ მეებზე რო წვანან და წყალი რო არ აქვს. ხო აი ზუსტად მაგ პონჩი ვარ. ანუ მაგადები ყველაფერი მყავს, მაგრამ ტრეკი არ მაქვს და იმედია თან გამოჩნდება ვიღაცა ესეთ სპონსორი, ვინც რაღაც ამ ამბავში დაინახავს რა. მოგვეხმარება, ხო, იმიტომ რომ ეს არის სფერო, რომელიც იმსახურებს განვითარებას და უეჭველი უნდა განვითარდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაკურსი შემიძლია და დარწმუნებული ვარ, რომ შენ კიდე ჩემზე კარგად შეგიძლია ახსნა ის ყველაფერი თუ რატო არის ეს მომავალი თაობისთვის კარგი. და მოკლედ აი ზუსტად აი ამ ყველაფრის აი გეიზერი რო ამოფეთქავს, ხო? აი ეგრე ამოფეთქა ერთ დღეს ჩემმა იდეამ და ხმამაღლა ვთქვი, რომ მეთქი შეუტრიალდი რა და მეთქი ბიჭო ხო არ წავიდე და რაღაცა და უცებ აი შენს დარეკე რომ რაღაცა სიახლეები მაქვს ის შარშანდელი ხო გახსოვს კახა და მეთქი კიდე დღეს მე ანუ ამ წელს უფრო მეტი უნდა ვქნათ და ღმერთო მეთქი შენ არსებობ აი კიდე ერთხელ ვირწმუნე რომ რაღაცა არის და
ხო რა, მოკლედ აია რომ რაღაცები დავძარით და ალბათ მე მგონი ცოტა მაგაზის მოვყვეთ, ხო და ცოტა სპოილერის ამბავში. მე ამას ოფიციალურად რა თქმა უნდა დავდებთ საქართველოს რობოტიკის ასოციაციასთან და კახასთან ერთად, კახას ყველა სოციალურ-ქსელში აუცილებლად დაიდება ამ ამბავი. წელს ვაპირებთ მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცების, ასე ვთქვათ, უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლას, იმიტომ რომ ერთია რომ ჩვენ შარშან ვცადეთ რომ საქართველოს მასშტაბში რაღაცები ჩაგვეტარებინა, მაგრამ როცა თუ გვინდა რომ ეს სფერო განვითარდეს, აქ არის მნიშვნელოვანი რომ საქართველოსთან წავიდნენ უცხოეთში საერთაშორისო ჩემპიონატებზე ქართველები და მიიღონ მონაწილეობა, დროშა დაფიქსირდეს იქ რომ საქართველოს არ ყოფილა. ეგეთი რა ბარემ თქვათ რომ იცოდნენ რომ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი ადამიანი რომელიც ქართული დროშით გასულა და იქაო შეჯიბზე ეგეთი რამე არ ყოფილა და პირველად უნდა მოხდეს და უნდა მოვახდინოთ ეს ყოველ მიზეს გარეშე და ამის გარდა რადგან საერთაშორისო ამბავზე გვინდა გასვლა უნდა გქონდეს საქართველოს ჩემპიონატის შედარებით კი არა ძლიერი უნდა გქონდეს რომ სულ მინიმუმ ტრეკი უნდა გქონდეს ცოტა პრაქტიკად და მე უკვე საუკეთესო უნდა ავარჩიოთ და ასე შემდეგ როგორც ხდება რა რომ მაქსიმალურად შესაბამისად მათ დონეზე წავდგეთ რა. ამისთვის რა თქმა უნდა საჭიროა რომ რაღაცა რესურსები რომ კახას გქონდეს მინიმუმ ეს ტრეკი რომ იქ გუნდებმა და ადამიანებმა ვისაც ესეთი ჩემპიონატებში მონაწილეობა უნდა და აქვთ სურვილი მინიმუმ ეს პრაქტიკა გააკეთონ. დღეში 6 საათი თუ არა 2 საათი მაინც რო ივარჯიშონ რა 1 საათი მაინც დავიწყოთ. ოღონდ ხო ხდები რა. თუმცა მოდი ისა პატარა ისიც გავაკეთოთ რეალურად რა ეტაპზე მივედით, იმიტომ რომ ეხლა ისე გამოგდის რომ თითქოს არაფერი არ გვიქნია. ხო, არა. ასეა თუ ისეა, ჩვენ უკვე ვინც არიცით გეტყვით რომ ჩვენ უკვე ჩავატარეთ ერთ-ერთი შეჯიბრი და მაგის ვიდეოების დევს და შეგიძლიათ გადახვიდეთ კახას არსიზე არხის გამოიწეროთ, ბავთანდილის არხის გამოიწეროთ და ნახოთ ეს შეჯიბრებები, იმიტომ რომ რაღაცები გადაღებული გვაქვს. ეგ ერთი ამბავი, მაგის გარდა შენი გასვლებით იმის ყოველდღიური. კი, გასვლები და სხვათა შორის იქაც კარგი გამოცდილებები გროვდება და უკვე ჩვენ დავიწყეთ, მართალია, კარგი ტრეკი არ გვაქვს, მაგრამ აი მზიურში გავდივართ ხოლმე, სხვათა შორის დღეს გვაქვს გასვლა, დაახლოებით 1-15 კაცი ვიკრიბებით და ნუ აი რაღაცა ვიზუალურად მოვხაზეთ ტრეკი. მოკლედ, ყოველდღე ვარჯიშობთ, ნუ თითქმის ყოველდღე მთლად ისე რომ არ გამომივიდეს, მაგრამ ვარჯიშობთ და სხვათა შორის მოხდა ესეთი საოცრება და აი მე მინდა რომ ჩემ ბიჭებს აი არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ ავთო გააკეთეს ესეთი რაღაცა, როგორც კი ეს ჩემი და შენი საუბრის, ნუ ეხლა მართალია ფართო მასშტაბებზე, ეს ხო ჯერ იდეის დონეზე არა. იდეაზე ცოტა მეტზე ვართ, ხო უკვე გასულები. ვამუშავებთ უკვე. ხო, ანუ იდეას ვამუშავებ და წინ მივდივართ, ნუ რა თქმა უნდა, ეს ჯერ ოფიციალური არ არის, რომ უეჭველი ყველაფერი გამოვიდა, მაგრამ ნახე, ეს იდეას რომ მივაწოდე, რომ ამას ვამუშავებთ, ხელი შემიწყეს იცი რითი? შარშანდელისგან განსხვავებით. ეგრევე ადგენენ და ბიჭებმა $500-იანი, $1000-იანი და კიდე სხვადასხვა ფასიანი ფასი, იმიტომ უსვამ ხას რომ არ ანუ ამაზეც ხო, ანუ არ უკან არ დაიხიეს ამ ნაწილზეც, შეიძინეს პროკლასის მანქანები ზოგმა მეორადი, მაგრამ იდეალური და ასე შემდეგ და დაჟე ის ადამიანები, ვინებიც მაგალითად საერთოდ სხვა მიმდინარეობას, აი მაგალითად უყვარდათ მაღალი გამავლობის ეს ოფროუდი და რაღაცა, მაინც გაითვალისწინეს ეს იდეა და მზად არიან დღეს სადღაც 15 კაცი აქტიურად მუშაობს და აი ჩემ გარეშეც კი უკვე ერთმანეთზე კომუნიკაციებია რომ აბა გავიდეთ მოვემზადოთ და აი და აი არ ვიცი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბიჭებო თქვენ რომ ესე მიდგახართ გვერდში და ჩვენ იდეას და საერთო ამბავს და ეს ჩემი ეზრით ხო რა რომ აი თან რომ გამოვდივართ უკვე გამოვდივართ იმ მდგომარეობიდან რომ ეს არსის სფერო არ არის სათამაშო ეს არ არის ეს სათამაშო კი არ არის ეს არის ტექნიკა ეს არის ნერვები ეს არის გამოცდილება ეს არის ჯაფა შრომა და აი არ ვიცი კიდე ძალიან ბევრი რაღაც რა ეს ყველაფერი და ეს არის ადამიანის არ ვიცი მოტორიკის განვითარება და კიდე ძალიან ბევრი რაღაც განვითარება და ეს ამ ამბავს ეყრება საფუძველი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ იმედია გამოჩნდებიან სპონსორები და ამ ამბავში აგვიწყობენ ასე ვთქვათ ფეხს და დაგვეხმარებიან რომ ეს გავიტანოთ და ასე ვთქვათ განავითაროთ რა ეს ყველაფერი ჩვენთანაც თან ის არის რეალურად ხედავთ რომ ტექნოლოგიები ვითარდება რობოტიკა სხვა hardware სისტემები და რეალურად ყველაზე მეტად ადამიანები იმ თუ არიან დაინტერესებული ამ სფეროებით ამ პროფესიებით ახლა არსი ქარები არსი დრონები რაღაცა იქ ბოტები და ადამიანებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დააწყონ
მერე განავითარონ, აპდეიტები გაუკეთონ, რაღაცები შეცვალონ, ქარხნულებს რაღაცები შეუცვალონ, ასე შენაკეთე ფაქტობრივად ხო და ყოველ დღის განმავლობაში ყოველ დღე ხო? აბსოლუტ უკლებრივ. ანუ ეგეთი უნარების განვითარება არის საბოლოო ჯამში იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ესენი მერე საბოლოო ჯამში ძალიან მაგარ რაღაცებს გააკეთებენ. ეს არის ერთგვარი განვითარების ძალიან დიდი ეტაპი, რომელიც საბოლოოში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ იქ საერთაშორისო ეტაპზეც რო ხედავ, ხომ იქ არიან, რომ ძალიან ასაკოვანი ადამიანები ძირითად შემთხვევებში, ხო, რაღაცა 18 მინუს ქვევით მე რაღაც არ ვინახე. საბავშვო კი არა, მოდი უფრო მე კი ზუსტად გავიგე რა, მაგრამ ფორმულირება რომ იმას ვთქვათ, რომ მაყურებელმა ზუსტად გაიგოს რა თქვი. საბავშვო კი არა, სათამაშო არ არის. სათამაშო, ბავშვი. საბავშვო. კი, საბავშვოც. საბავშვო არის, ოღონდ საბავშვოდ სერიოზული არის რა. თორე ვიცი რომ შენ გიგულისხმობ ხო, ზუსტად. ფორმულირება რომ სწორი მივცეთ. აი რაღაც მომენტში დრონები რო სათამაშოდ აღიქმნოდა ხოლმე რაღაცა მარტო ეგ ნაწილია და ამხელადან დანიშნულება დრონებს გარდა რაც გავრცელებულია ჩვენ ვიდეოების გადაღება, აგერ სახანძროების სამაშველოები, დელივერი და უამრავი სისტემებია, ხო? და ამის ფლობა რომ შენ იცი დრონის აწყობა, გაძლევს საშუალებას, რომ მე თუ რამე იდეა მოგივა, შეგიძლია ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთო. მოდი ბარემ აქ თემასთან დაკავშირებით ავუხსნათ შენ მაყურებელს, ზოგადად არსი მიმართულებას, რამდენი ის აქვს, რა ქვია, ჩაშლა, ხო. ესე იგი, პირველი ეს არის არსი ანუ თოი არსი მიმართულება, როდესაც სადაც იგულისხმება სათამაშო ვერსიები და რა სხვაობა აქვს ახლა დანარჩენებთან. ანუ სათამაშო არსი ვერსიები არის უფრო აი 2-3 წლის ბავშვზე გათვლილი, სადაც დიდად მართვა და პულტიანი მანქანები რა, ესე. კი. პულტიანი მანქანები და ეს მანქანები რითი განსხვავდებიან, ნახე? მაგალითად ნაკლებად ექვემდებარებიან შეკეთებას. არ ექვემდებარებიან ტიუნინგს, აპგრეიდს, მოდერნიზირებას და მათი ნაწილებიც არ იშოვება. ანუ ფაქტიურად მოყავს ერთი დღისთვის, ფუჭდება და იმას აგდებ ნაგავში. თუმცა იაფი არ ღირს. ეხლა მოდი გადავიდეთ შემდეგ ვერსიაზე. შემდეგი არის ჰობი არსი მიმართულება. ეს არის უკვე ვერსიები, რომლებითაც ჩვენ პატარა, საშუალო და დიდი ასაკის ხალხიც ვართ დაკავებული სოფლიო მასშტაბით და ძალიან დიდ მასშტაბებზე აქვს უკვე საუბარი და ეს ჰობი მიმართულება უკვე ძალიან სერიოზულია და უკვე აქ ეს ტიუნინგი, აპგრეიდი და საერთოდ შენი ნულიდან შექმნა და ეს ყველაფერი იგულისხმება და მესამე არის უკვე პრო მიმართულება, აი ახლა რაზეც მე და შენ ესე პატარა ანონსივით და პატარა სპოილერები გავაკეთეთ. პრო მიმართულება ეს არის უკვე ის პრო კლასის მანქანები, რომლითაც ხდება სარბოლო ტრეკებზე ზედონის დროების დადება, სადაც რბოლელების ასწავლებს შადიან. ხო და ეს ჰობი მიმართულება სხვათა შორის ძალიან ახლოს არის პრო მიმართულებასთან და მეცაც გეტყვი, იმდენად კარგი მანქანები ყავს ჰობი მიმართულებაში, რომ კარგი ტიუნინგის და კარგი აპგრეიდის შემთხვევაში გაუთანაბრდეს აი თითქმის იქვეა რა და მე მყავს ერთ-ერთი მანქანა, რომლითაც რამე შეიძლება შეჯიბრზე გასვლა, იმიტომ რომ იქვეა რა და ასე რომ ესეც რომ ვიცოდეთ და სინამდვილეში ამ სამი მიმართულებით შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი გაერთოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თოი მიმართულება არ უნდა უყიდოთ თქვენ შვილს, იმიტომ რომ ჯერ გააფუჭებს ვერ გააკეთებთ და ტყუილ გადაყრილი ფულია. და თან ისედაც ძალიან არასერიოზულია და თავიდან ფაქტიურად ერთ იგივე ფასი ღირს. აი უცნაურია, რომ სათამაშო მანქანა შენ შეგიძლია იყიდო და უშოთ სადღაც $100 რა. და ეგ რა 260 300 ლარი მაგალითად. აი რაღაც დეგენერატული მანქანები 300 ლარი, 500 ლარი და ეგრე ღირს და მაგ ფასად საკმაოდ კარგ ჰობი ვერსიას იყიდი და საერთოდ რატომ უნდა გადაყარო იმაში ფული რა. აი იგივე რაღაც ხდება დრონებში რა. დრონებში რა ყიდულობენ სათამაშო დრონებს, რომელსაც არანაირი კაი კონტროლი, არანაირი ჰაერში დგომი, ანუ არაფერი არ შეუულიათ, არანაირი ახლა ასე ვქვია, შორტ დისტანციაზე კავშირი, ასე Bluetooth-ზე არის ხოლმე ძირითადად სხვა რაღაცებზე, არც მეც გაფრინდება, მე მიფრინავს ის დრონი, ვეღარ აქვს კონტაქტი, კარგავ, ან რაღაცა შეახეთქო რა. ხო და ჩვენ რას ვაკეთებთ? მევსკენოთ რა ქვია. რას ვაკეთებთ? ხო, რას ვაკეთებთ და ვიღებთ ვიდეოებს, რომ მაქსიმალურად ინფორმაცია მივაწოდოთ. აი ადამიანებს ვისაც უნდა თავის თუნდაც შვილისთვის, თუნდაც მეგობრისთვის საჩუქარა, სწორად შეურჩიონ თუ ამ სფეროში აპირებენ. მე მგონი ის გავაკეთოთ და კიდე უნდა განავითაროთ. მე მგონი და უფრო ხშირი და კარგი ვიდეო. მათ შორის უნდა გამოიწეროთ ჩვენი აქ ეგ ინფორმაციები რომ მიიღოთ დროულად, გააქტიუროთ სარისხილაკი, როცა დაიდება ვიდეო, ეგრევე ამოვარდეთ ეს ნოტიფიკაცია. სხვა შორის ჩემ არხზე 80% არის 25+. ხო და აი რაღაცა ეგეც სტატისტიკა მაქვს რომ ბავშვები საერთოდ არ მიყურებენ რა. ან ჩემ არხზე იცი როგორ არის? მინიმალური ზღვარი რაც არის
რაც მაქვს აი ყველა თანამბრად არის? კი, სულ ყველა, აბსოლუტურად ყველა ასაკი, აი სულ ყველა ასაკი მიყურებს. მე მაქვს 25 და 40-მდე მაქვს აი ძალიან დიდი მაჩვენებელი 60 რაღაცა 40-დან ზევით მაქვს მე 20 რაღაცა და ალბათ დანარჩენი ესე ნაწილდება რაღაცა რა ჩვენი ასაკის ხალხი ჩემთან არის დაახლოებით 35%. ამ ძალიან გაყოფილია რა და ყველაზე მაგარი რა არის ჩემთან ქალები და კაცები ერთნაირად მიყურებენ. მეც ეგრე მაქვს ხო ეგ ძალიან მახარებს და მე მგონი იმის ბრალია რომ ძალიან პოდკასტების არხად ესე ისკენი რაღაცა მოვევლინე YouTube-ს და ის გეგმა რაც მე თავიდანვე მქონდა აი ეს აწყობა ამ რაღაცეების მათ შორის ერთი იყო Tesla-ს არსი რომელსაც იმედი მაქვს შენთან ერთად დავაწყობ და გავაკეთებ ამის პირობა მოდი დავდოთ ახლა აქვებარე იმიტომ რომ Tesla ზოგადად ძალიან მომწონს მანქანების ნაწილში ხა მე დიდად ვერ ვერკვევი როგორც კახა მაგრამ მანქანებში ხა რაც მომწონს ბოლო პერიოდში და მანამდეც ალბათ არის რაც უფრო გაჯეტურია რაც უფრო მეტი ელექტრომართვა აქვს სისტემები პლანშეტით მართვა და როგორც ვიცი მანქანა მოყვარულებს დიდად არ უყვართ მაგრამ მე როგორც ტექ მოყვარული ადამიანი ეგ არის ჩემს რაღაცა ისეთი საინტერესო ხომ და Tesla ნუ ერთ-ერთი ჩათვალე კომპიუტერია რა ჩემს ეგრე აღვიქვამ და მაგის რაღაცა მეტრანახევრიანი ეს მაგ რა ქვია დაბეჭდილი მაქვს 3D პრინტერით მეტრანახევრიანი შასი ამ ყველაფრის თავისი შიდა მექანიზმებით რომელიც არის ასევე დაბეჭდილი ძრავები ესქები რაღაც ყველაფერი უკვე მაქვს კი ამ რაღაცა შენითაა წეს ხო დადიზაინებული რაღაც ინტერნეტში ნახე ერთი რაღაც Tesla-ს მოდელი გავიტყე დავშალე მაგრამ არსით გადაგვეკეთებინა შინით გიარები და კვილანები და სისტემა ძრავის და მართვის მოკლედ ეგენის დაუბეჭდე მაგრამ მე მგონია რაღაცა უფრო ალუმინის ნაწილებში გადავალთ იმიტომ რომ რაღაცები ვერ გაკეთდა რა რა თქვი რა ვქნათო ერთად დავაწყოთ არა სხვანაირად თქვიძეგან აბა პირობა დავდოთ ხო პირობა დავდოთ კარგი ერთ წამი სანამ პირობას დავდებთ მაშინ მეც გეტყვით მეგობრებო რომ მე მაქვს გადაწყვეტილი ავაწყო ბაგი რომელიც იქნება ცეცხლის მრქვეველი და თან იქნება იმას რა ქვია ის ფილმი რო არის Mad Max-ის სტილში ხო და ბატონო ავთანდილ მაშინ პირობა დავდოთ რომ შენ იმაში მომეყვარები და მე მაგაში კი ეს არის ჩვენი პირობა მოკლედ გამომწერებს და მაყურებლებს და ამ ვიდეოდან აი ეს პოდკასტი რო დაიდება მაქსიმუმ რა დრო გვექნება მოდი ესე ავიღოთ რომ ჩემი ვიდეო რადგანაც უფრო ისეთია სათამაშო და შედარებით მარტივი ავიღოთ მაქსიმუმ 1 თვე ერთი თვე და შენ ვიდეოზე რამდენი ავიღოთ ჩემ ვიდეოზე ავიღოთ მოდი მაქსიმუმ 2 თვე იმიტომ რომ იქ მაინც ბევრია საწვალებელი მაქსიმუმ 2 თვე მოდი 1 თვიდან 2 თვემდე ოკეი შევწავთ პირობა დადებულია და არ შეიძლება მაყურებლის გაწბილება ასე ვთქვათ ხო ეს რაღაც ჩვენი პირობა იყოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ნდობის ნაწილშიც ვნახოთ ხა როგორ გაგიმართლებთ ამას ან აღიაროთ რომ ჩვენ თავებსაც უწესებთ კი ჩელენჯია ერთგვარი იმიტომ რომ ამის გარდა იმდენ რაღაცას ვაკეთებთ დედლაინი რომ გააკეთეს უნდა გაკეთდეს всё კი საბორჯამში მოდი კახა შევაჯამოთ წელს გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა ერთი საქართველოს ჩემპიონატის გაკეთება ყველავარენ ჩვენ მოხდეს არსიან ბავში სხვათა შორის იცი რა არის მაგაზე გეტყვი რა საქართველოს ჩემპიონატი ერთი ვერ მოხდება ჩემი აზრით ამ სფერომ რომ იქამდე მიგვიყვანოს რომ მე ის უკვე საკვანძოს გაკეთეს დაახლოებით თვეში ერთი შეჯიბრი უნდა გაკეთეს და ჩვენ ამას უკვე ვიწყებთ თუმცა ვიწრო ჭრილში მაგრამ იმას ვიზავთ და ნელ-ნელა იქნებ ტრეკის ამბავის დაგვეციოს ან იქნებ ამ ვიდეოს მე მაინც ვიღაც გამოჩნდეს და ცოტა მალე იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 1 წელი მოსამზადებლად ეგრეა? კი, 1 წელი გვაქვს მოსამზადებლად და რეალურად არ არის ეს ბევრი. ხო და იქნებ ამ პერიოდში ვიღაც გამოჩნდეს და გვეხმაროს რომ უკვე ტრეკზე წავიდეს და ყოველთვე უნდა ჩატარდეს ერთი შეჯიბრი რომ უყურე ერთჯერადი გამოვლენით კი არ უნდა მოხდეს. წლიური დაგროვებული ფორმულაზე როგორც არის. აი როგორც ფორმულაზე და როგორც ნებისმიერ სერიოზულ იმაში რომ იმიტომ რომ ეგ გამოგვივლენს ჩვენ ყველაზე სტაბილურ მძღოლს რომ იქ ვინც წავა იყოს ასე ვთქვათ ყველაზე სტაბილურად მოსიარულე და მომზადებული რა და ასე რომ აი მაგ კუთხეს უნდა მივაწვევ იქ ვინც წავა შენთან ერთად ხო ნუ რა თქმა უნდა შენთან ერთად და მე მგონი აი მე შეიძლება გუგლით გადავყირავდები ალბათ გუში რა იყო იცი ეს დიდი ეკრანი მაქვს რა სახში და ეს მანქანა დავდე რადიო ავიღე პროსტა გიჟი არ ვარ ხალხმა უბრალოდ მართლა ეგრე ვქენი რა ხო და ეს რა ქვია ეს ჩავთე და ავიღე და კანკალი დამეწყო მეთქი ღმერთო მე რო აქ დავდგე და ტიპები როგორები არის ყველას უკეთია სათვალე ანუ ხვდები ხო გესმის ანუ რა დონეზე იმა რაღაცაებულები არიან რომ აუ რავი
საოცრება იქნება. ალბათ იქ წასვლა იქნება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ყველაზე დიდი რაღაც, იმიტომ რომ რაღაც დააწყისი მოდი ესე ვთქვათ ხო რა. იმიტომ რომ ამით იწყება რეალურად ახალი ფურცელი ავიღოთ საქართველოს არსის და ამ მიმართულებების განვითარების. იმიტომ წერს არსისთან ერთად ჩვენ ვფიქრობთ დრონებშიც, რობოტების ბრძოლაშიც, მარსოვერებშიც. მოკლედ ამ სფეროს მაქსიმალურად გავიტანოთ ეს სფერო საქართველოს დროშებით, სხვა საერთაშორისო ჩემპიონატებზე, ოლიმპიადებზე და ამ შემდეგ. მეტად გამოჩნდეთ, მეტად დავიხვეწოთ, ეს იყოს კარგი გამოცდილება და მათ შორის კიდე ერთი უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ სექტემბრისთვის ვფიქრობთ საქართველოში 3 დღიან ძალიან დიდი ტექ კონფერენციის გაკეთება, სადაც უკვე სხვა ქვეყნებს მივიღებ საქართველოში. ეგეც მე მგონი ახალი ეტაპი იქნება, რომ სხვა ქვეყნებსაც დავანახებთ ჩვენი ქვეყანაში სხვა პოტენციალს, როგორ შეიძლება განვითარდეს და ერთია რომ საქართველოსთან ერთი ადამიანი მიდის სხვაგან, ეს ძალიან კარგი გამოცდილება, ერთი ან რამდენიმე გუნდი პირობითად. მაგრამ მეორეა რომ საქართველოში ჩამოდის ბევრი სხვა ქვეყნის მონაწილე და უფრო მეტ ქართველი. მესამეა აი ეს ქართველი რო გავა ერთი და ერთი გასვლით ამდენს რო აკეთებ, ბრავო. მართლა ბრავო. პირადად ხო ცალკე ამ ეკრანების გარშე ხო გითხარი მადლობა და ყველა გამოხატე ხო? აი რავი ხალხის წინაშე მინდა თქვა რომ აი არ ვიცი საღოლ რომ ეს რაღაც აკეთებ, იმიტომ რომ ეს უკვე სხვა დონის განვითარება, იმიტომ მე იცი რა არის, ერთი კიდე ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეხლა რა საკეთებ, ეს არა იხსნება. გააკეთე ისე რომ მაქსიმალურად ხალხს ანახო შენ რამხელა რაღაც წამოიღე და რა ელოდებათ აქ ამის ვიდეოები დადე და მეც კიდე უფრო კარგად შემაგრძნობინე, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი რაღაცა ხდება და ეს უნდა მიაწოდო ადამიანებს და უეჭველი ქენი ეგრა და ბარე მოდი მეც ვიტყვი ერთ ამბავს. მეც მინდა რომ გარდა არსისა ამ რობო განვითარებას შეუწყო ხელი და ბარე მეც ვიტყვი იმას რომ გადავწყვიტე რომ რობოტი ავაწყო და მეც მივიღო შენ პირად შეჯიბრებებზე მონაწილეობა, ოღონდ მე მოვდივარ მოსაგებად და შემერკინეთ, მოდით, იმენ ესე მოვდივარ. ეს უკვე მაგარი დიდი განაცხადია. კი და თან მე გადავწყვიტე რომ ამ ყველაფერზე ვიდეოები უნდა გადავიღო და მაქსიმალურად იმიტომ რომ ჩემი სფერო არის ეს, ანუ მე რა რომ აქამდე რობოტებით არ ვბრძოლობდი. წეგან ძალიან კარგად ახსენი რომ ერთია რა უბრალოდ ისენი აქვს რა სხვადასხვა და ხო ეგ ამბავიც გადაწყვეტილია და მე რეგლამენტზე და მე ცალკე ვილაპარაკოთ მე და შენ როგორ მოვიმზადო და მოკლედ ხო მაგაში მაგ ამბავშიც მოგევლინებით ასე რომ კიდევ გამოიწერეთ ჩემი არხი და რა თქმა უნდა პირველ რიგში ავტოს არხი იმიტომ რომ აი ამბები მე ვპირდები მაყურებელს უფრო მეტად მოგიყვებით რაღაცეებს მე მგონი ძალიან მაგარი ექსკლუზიური გადაცემა გამოგვიდა ბევრი რაღაც ანონსი გავაკეთეთ რა და დარჩენილია მხოლოდ ამის ორგანიზებაზე გადასვლა უკვე რაც პრინციპში დაწყებული გვაქვს თან ძალიან კარგად ვოთ ხალხმაც მინდა რომ ეს ნაწილი ყველაფერი არ გამოგჩეთ აუცილებლად ჩვენი არხები უნდა გამოიწერო და სადმე რამე საქართველოში თუ მოგხვდება თვალში არსი დრონი რობოტი სადმე ყველა არხი გამოიწერეთ მეგობრებო დააფასეთ იმიტომ რომ ძალიან ისეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ რომ ჩვენი ქვეყანა და ეს ადამიანები და ეს community ეს ადამიანების გაერთიანება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, დაიხვეწოს, გლობალურ ასპარეზზე გავიდეს, რაღაცა შედეგები უღაჩვენოთ საქართველოსთან, როგორც სხვა სპორტი ვითარდება, როგორც ფეხბურთი გიყვართ, შეიძლება მაგდონეზე არ შეგვიყვაროთ, მაგრამ შევეცდებით რომ იამაყოთ მოკლედ ამ მიმართულებებით საქართველოსთან, საქართველოს წარმომადგენლობებით ყოველ შემთხვევაში. კახა, უდიდესი მადლობა მინდა გადაიხადო. მადლობა შენ. მოკლედ დავიგეგმეთ პირობა დავდეთ რამდენიმე საერთო ეთერიც გვექნება მე მგონი და არა მხოლოდ ვიდეო ხო ბევრი და კიდევ ბევრი ვიდეო რა ვიცი კიდევ ერთხელ მადლობა სტუმრებისთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში